ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი განცხადებას ავრცელებს. საუბრობს გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებაზე. ზაზა შათირიშვილის განცხადებით, ერთ-ერთი ინსტიტუტი, რომლის პასუხისმგებლობაა საერთაშორისო დონეზე სამართლის უზენაესობის დაცვა, ინტერპოლია. თუმცა გიორგი ბაჩიაშვილის შემთხვევამ დაადასტურა, რომ ინტერპოლი აშკარად მოკლებულია შესაძლებლობას, რომ დიპ სტეითის აგენტების მიმართ დამოუკიდებელი და ობიექტური გადაწყვეტილებები მიიღოს. პოლიტიკოსები და პოლიტოლოგები ხშირად საუბრობენ წესებზე დაფუძნებულ მსოფლიო წესრიგზე, რაც წლიდან წლამდე სულ უფრო კარგავს აქტუალობას. სამართლის უზენაესობის გარეშე ვერავით არ წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგი ვერ იარსებებს, სამართლის უზენაესობას კი თანამედროვე სამყაროში უმძიმესი კრიზისული პერიოდი უდგას. სამწუხაროდ, თითზე ჩამოსათვლელიც კი არ დარჩა ინსტიტუტები, რომლებიც საერთაშორისო დონეზე სამართლის უზენაესობას განუხრელად დაიცავენ. ერთ-ერთი ინსტიტუტი, რომლის პასუხისმგებლობა სწორედ საერთაშორისო დონეზე სამართლის უზენაესობის დაცვა, ინტერპოლი გახლავთ. თუმცა ბაჩიაშვილის შემთხვევამ დაადასტურა, რომ პოლიტიკური ინტერესების გავლენით კომპრომისების დაშვება ინტერპოლსაც უწევს. კერძოდ, ინტერპოლი აშკარად მოკლებულია შესაძლებლობას დიპ სტეითის აგენტების მიმართ დამოუკიდებელი და ობიექტური გადაწყვეტილებები მიიღოს. ასე მოხდა გიორგი ბაჩიაშვილის შემთხვევაშიც, როდესაც ინტერპოლმა საქართველოს ხელისუფლებას სრულიად უსაფუძვლოდ უთხრა უარი მის მიმართ წითელი ცირკულარით ძებნის გამოცხადებაზე. ბაჩიაშვილის შემთხვევას წინ უსწრებდა დიპ სტეითის მიერ სხვა უცხოელი აგენტების მფარველობა ინტერპოლის გამოყენებით. კერძოდ, ინტერპოლს 2014 წელს უარი ათქმევინეს მიხეილ სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადებაზე, ხოლო 2015 წელს ჯერ დავით კეზერაშვილს, შემდეგ კი ზურაბ ადეიშვილს გაუქმეს გამოცხადებული ძებნა. დავიტოვოთ იმედი, რომ ამერიკაში ტრამპი დიპ სტეითის შესუსტებას შეძლებს, რაც პოლიტიკური წნეხისგან გათავისუფლებაში ინტერპოლსაც დაეხმარება.